ბოროტს გაურბიან ბოროს, რასაც კერპთაყვანისმცემლობა ქვია, მაგრამ უცოდინელად, მაგრამ საღვთო-ცოდნა არა. სულიერ ცხოვრებაშიც, მახსოვს 90-იანი წლების ქრისტიანობა, ვისაც ახსოვს, ვინც ასაკშია და 90-იან წლებში მოვიდა ეკლესიაში, მათ კარგად ახსოვთ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში იყო ამგვარი ქრისტიანობა. შეიძლება დღესაც კონდეს ეს ვინმეს, რომ ქრისტიანობა დაყვანილი იყო ცოდვასთან, ბრძოლასთან. ცოდვებთან, ვნებებთან ბრძოლა, ცუდისგან განრიდება, ცუდის მოცილება იყო ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის ღვთისაკენ სწრაფვა და ღმერთთან კავშირი და არა ცოდვასთან ბრძოლა, უბრალოდ შეიძლება ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე ცხოვრების წესია. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთისკენ მისწრაფი, თავისთავად ცხადია, ცოდვას უნდა ვებრძოლო და განვერიდო და სისხლამდე წინ აღუდგე, მაგრამ ის არ არის მიზანი. იმიტომ რომ თუ ის მიზანი გახდა, ადამიანი ფარისეულად ყალიბდება. იმიტომ რომ ნებისყოფის ძალით, საღვთო მადლითაც გარკვეულწილად მას შეიძლება რაღაცებს აჯობოს, მაგრამ თუ მასთან არ გაჩნდა მთავარი და არ იქნა მთავარი და წარმართველი არ იქნა მთავარი ქრისტესთან ერთობა, რომელიც ქრისტეს გამსგავსებს, ხდები გულმოწყალე, თავდაბალი, მშვიდი, მორჩილი, მოსიყვარულე. თუ ეს არ იქნა და მარტო იქნა ეს ხისტი ომი საკუთარ ვნებებთან და ცოდვასთან და ეშმაკთან, შენს ხდები ხისტი, ფანატიკოსი, ფარისეველი, უსიყვარულო, ველური მეომარივით ხდები ასეთებს. რომელსაც ეკარგება უნარი სიყვარულისა, ეკარგება უნარი თანაგზნობისა, ცოდვილის თანაგზნობის უნარი ეკარგება. ცოდვილი ადამიანი თანაგზნობა უნდა გაგიჩნდეს და ასე დროს ვერ გაგიჩნდება თანაგზნობა. შენ თუ დაამარცხე შენში ის უბედურება, რასაც სხვაში ხედავ და იმან ვერ დაამარცხა, შენს მის მიმართ რაღაც განწყობა გიჩნდება, რომ შენ ესე იგი რა ხდება. რატომ? იმიტომ რომ ღვთისაკენ არის სწრაფი და ქრისტეს სული არ არის შენში, რომელიც არის გულმოწყალე, რომელიც არ განიკითხავს. რომელიც თუ ადამიანს უჭირს, მას შეიწყნარებს და მის უძლურებას იტვირთავს და ასე შემდეგ.